ეხლა 764 ამოცანა. იმპულსურ ფოტოგამანათებელში ნათურა 800 მიკროფარადა ტევადობის 300 ვოლტამდე დამუხტული კონდენსატორისგან იკვებება. იპოვეთ ნათურის ენერგია და საშუალო სიმძლავრე თუ განვიხტვის ხანგრძლივობა 2.4 მილიწამია. ესე იგი C არის ესე იგი 800 მიკროფარადა, ძაბვა არის 300 ვოლტი, დრო არის 2.4 მილიწამი. 2.4 10 მინუს 3 ხარისხად წამი, ესეც გადავიყონოთ, ბარემ ესე იგი 800 10 მინუს 6 ხარისხად ფარადა. ესე იგი ენერგიას გვთხოვენ, ელექტრული ველის ენერგიას და სიმძლავრეს. ელექტრული ველის ენერგია შეიძლება გამოსახოთ სხვადასხვანაირი ფორმულით, ან Q კვადრატი 2C-ზე, ან Q რადგან CU სტოლი არის, CU კვადრატ 2C-ზე ეს გამოვივა CU კვადრატ ნახევარი. ანდა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც ესე იგი ეს წარმოვიდგინოთ როგორც CU გამრავლებული U-ზე გაყოფილი 2-ზე. ამიტომ CU ეს Q არის, QU-ს ნახევარი. მასთან ეს სამი ფორმულა არის. Q არის ენერგია არის Q კვადრატი 2C-ზე, ან ენერგია ელექტრული ველის ენერგია CU კვადრატ ნახევარი, ან და მესამე ვარიანტი ფორმულისა არის QU გაყოფილი 2-ზე. ახლა აქ შეგვიძლია ერთი ფორმულა გამოვიყენოთ CU კვადრატ ნახევარი. ახლა ეს ენერგია გამოიყო T დროში, ამიტომ სიმძლავრე იქნება CU კვადრატ ნახევარი გაყოფილი აი ამ დროზე. ანუ CU კვადრატი შეფარდებული 2T-ზე. 765 ამოცანა. რამდენჯერ შეიცვლება კონდენსატორის ენერგია მასზე ძაბვის 4-ჯერ გადიდებისას. ესე იგი U პირველი არის 4-ჯერ U სტოლი და რამდენჯერ შეიცვალაო ენერგია. ესე იგი W პირველი W-სთან რისი ტოლია. W საწყისი ენერგია არის CU კვადრატ ნახევარი, მერენდელი ენერგია არის CU პირველი კვადრატ ნახევარი, ასე რომ W შტრიხი შეფარდებული W-სთან ეს იქნება, გაიკვეცება C ნახევრები ორივეში და U პირველი კვადრატი შეფარდებული U კვადრატზე. ეს გამოვა 16 სტოლი. 766. ერთი კონდენსატორის ტევადობა 9-ჯერ მეტია მეორე ტევადობაზე. რომელ მათგანს უნდა მოვდოთ მეტი ძაბვა, რომ მათი ენერგიები ერთნაირი იყოს. რამდენჯერ მეტი უნდა იყოს ეს ძაბვა. მოკლედ, C პირველი არის 9-ჯერ C სტოლი და ენერგიები არის ერთნაირი. W პირველი არის W სტოლიო. და როგორი არის U პირველის U-სთან შეფარდებაო ფაქტურად. ენერგიის ფორმულა არის CU კვადრატ ნახევარი, W პირველი იქნება C პირველი U პირველი კვადრატ ნახევარი. ახლა W პირველის W-სთან შეფარდება, არა, აქ გითხრეს რომ ენერგიები ერთნაირი არის. ამიტომ CU კვადრატ ნახევარი ტოლი არის C პირველი U პირველი კვადრატ ნახევრის ტოლია. ესე იგი C პირველი არის 9-ჯერ მეტი, ამიტომ CU კვადრატი იქნება 9-ჯერ CU პირველის კვადრატი. C-ები გაიკვეცება და U პირველი იქნება, U პირველის კვადრატი იქნება U კვადრატი მე-9. ასე რომ U პირველი იქნება U მე-13. ეს იყო 766.
777 10 მიკროფარადად ტევადობის კონდენსატორს გადასცეს 2 მიკროკულონი მუხტი. გამოთვალეთ დამუხტული კონდენსატორის ენერგია. ეხლა აქ უბრალოდ ენერგიისთვის შეგვიძლია ვისარგებლოთ ფორმულით Q კვადრატი 2C-სთან. და აქ შევიტანოთ უბრალოდ ყველაფერი სწორედ სისტემაში უნდა იყოს გამოსახული, როგორც მუხტი, ასევე ტევადობა. 772 ამოცანა. თხელი კონდენსატორის თითოეული ფირფიტის ფართობი არის 200 სმ². მათ შორის მანძილი 1 სმ. გამოთვალეთ ველის ენერგია თუ ველის დაძაბულობა 500 კილოვოლტი მეტრია. მოდით ესე იგი S არის მოცემული ფირფიტების, ეს არის 200 სმ². მათ შორის მანძილი D არის 1 სმ. და დაძაბულობა არის მოცემული E არის 500 კილოვოლტი მეტრზე. უნდა გამოთვალოთ ენერგია. ენერგიისთვის შეგვიძლია ვისარგებლოთ ფორმულით W არის CU კვადრატ ნახევარი. სადაც ერგორონი ველისათვის კონდენსატორში ერგორონი ველი არის. U არის დაძაბულობა გამრავლებული D-ზე. ამიტომ W-ისთვის გვექნება, ჯერ C-ს ფორმულად ჩავწეროთ, არის ε0 S შეფარდებული D-სთან. ესე იგი W-ისთვის გვექნება ε0 S შეფარდებული D-სთან E კვადრატი D კვადრატი შეფარდებული 2-თან. ეს D კვადრატი და D გაიკვეცება, ეს გამოგვივა ε0 S გამრავლებული D-ზე E კვადრატ ნახევარი. ეხლა მე მინდა რომ მიაქციოთ ყურადღება იმას, რომ S გამრავლებული D-ზე ეს არის კონდენსატორის ფირფიტებს შორის არსებული მოცულობა. იმიტომ რომ ეს არის ფირფიტის ფართობი გამრავლებული მათ შორის მანძილზე. ესე იგი S გამრავლებული D-ზე ეს არის მოცულობა V, ამიტომ ენერგიისთვის შეიძლება ასეთი ფორმულაც გამოვიყენოთ. ε0 V მოცულობა E კვადრატ შეფარდებული 2-ზე. 779 ამოცანა. პარაფინით გაჟრენთილი ქაღალდის დიელექტრიკიანი ბრტყელი კონდენსატორის ფირფიტებს შორის მანძილი 2 მმ-ია. ძაბოა ფირფიტებს შორის 200 ვოლტია. იპოვეთ ველის ენერგიის სიმკვრივე. ფაქტურად ჩვენ ეს ფორმულა თითქმის გამოვიყვანეთ, მაგრამ მოდით ახლა კიდე ხელმეორედ გამოვიყვანოთ ესე იგი ეგა. მithom ეს რომ აქ ერთი განსხვავება არის. ესე იგი პარაფინიანი კონდენსატორი გვაქვს, ამიტომ მას აქვს დიელექტრიკი, ესე იგი პარაფინი. ეს შეღწევადობა ამას ცხრილიდან პოულობთ. აქ არის მოცემული რომ მანძილი D არის 2 მმ, ხოლო ძაბვა U არის 200 ვოლტი. და გვეკითხებიან სიმძლავრის სიმკვრივეს. ესე იგი ეს არის სიმძლავრის კი არა ენერგიის სიმკვრივეს. ესე იგი ეს არის ენერგიის შეფარდება მოცულობასთან. აი ამ სიდიდეს გვეკითხებიან. მოდი ისევ გამოვიყვანოთ ეს ფორმულა, მაგრამ ეხლა გავითვალისწინოთ რომ ფირფიტებს შორის პარაფინი არის. ამიტომ ტევადობისთვის დავწერ ფორმულას ε0 ε S შეფარდებული D-სთან. ეხლა ენერგია არის CU კვადრატ ნახევარი. U-სთვის, რადგან ერთგორონიველია, შემიძლია დავწერო E გამრავლებული D-ზე. მოდით ეხლა ეს ყველაფერი ენერგიის ფორმულაში შევიტანოთ. W იქნება ε0 ε S შეფარდებული D-სთან E კვადრატ
d კვადრატი გაყოფილი 2-ზე, ხო? ეს კვადრატი და ეს გაიკვეცება და მექნება ეფსილონულოვანი ეფსილონ s-ი გამრავლებული d-ზე e კვადრატი შეფარდებული 2-თან. ხო, აქ ჩვენ მოცემული გვაქვს ძაბვა კი არა, დაძაბულობა არის მოცემული. e არის 200 არა, ძაბვა არის მოცემული, ბოდიში. ძაბვა არის მოცემული. ხო, ესე იგი, s-ი გამრავლებული d-ზე ეს არის მოცულობა. ამიტომ ეს ფორმულა შეიძლება გადავწერო ესეთნაირად ეფსილონულოვანი ეფსილონი მოცულობა e კვადრატ ნახევარი. ასე რომ სიმკვრივე w შეფარდებული მოცულობაზე ეგ იქნება ეს უნდა გავყო მოცულობაზე, მექნება ეფსილონულოვანი ეფსილონ e კვადრატ ნახევარი. მეორე მხრივ ეს არის u გაყოფილი d-ზე და ესე იგი ეს შემიძლია აი აქ შევიტანო. ამიტომ სიმკვრივისთვის ენერგიის სიმკვრივისთვის მივიღებ ფორმულას ეფსილონულოვანი ეფსილონი u კვადრატი 2d კვადრატზე. აი ეგეთი გამოსახულება მივიღეთ.